ხდება ჩვენთან მოძრაობისთვის და პირველ რიგში გვინდა კითხოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოვიდა უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. თქვენ როგორ შეაფასებით ამას და არსებობს თუ არა საფუძველი იმისთვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარზე? თქვენ ხედავთ, სადღაც 3-4 თვე დარჩა არჩევნებამდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ყველაფერს თავი რო დავანებოთ პროცედურულად ეს უბრალოდ წარმოუდგენელია და ალბათ ეს ადამიანი კარგად არ ეკვევა კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ამას აქვს ისეთი პროცედურა, რომელიც გაცილებით მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე საპრეზიდენტო ვადა. უკეთესი იქნება უმრავლესობა იყოს დაკავებული იმ პრობლემებით, რომელიც დღევანდელ დღეს არსებობს. პრაქტიკულად პოლიტიკური კრიზისის სახელზეა. ეს არის შიდა პოლიტიკური კრიზისი და ეს არის გარე მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ რთული. პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში იმყოფება დღევანდელი ხელისუფლება გარე გეოპოლიტიკისგან გამომდინარე, რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ეს არის სრული კრახი, იმიტომ რომ კაპიტულიანტურმა მიდგომებმა, რომელიც გამოიხატებოდა მაგალითად ოკუპაციის კანონის მიღებაში, რკინიგზის გახსნაში, ომის საკითხების საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაბრალებაში, ამან შედეგი რუსეთთან დაკავშირებით არ მოიტანა, პირიქით რუსეთის პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა, საოკუპაციო ზოლს კიდევ უფრო აძლიერებს და რა რანგითაც ის ესაუბრება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არის საკმაოდ დაბალი. ეს არის ანიშენკო და მაქსიმუმ კარასინის დონე, მაშინ როდესაც ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში პრორუსული ხაზის გამტარებელ გურჯანაძეს მაგალითად პუტინი ღებულობდა. ეს არის ის რეალობა, რომელიც არსებობს. ამას სჭირდება ადეკვატური ქმედებები და არა ის, რომ ვიდეო კასეტების მეშვეობით იმართებოდეს ის, რაც ხდება დღევანდელ დღეს და ზოგადად რომ აი ბედუკაძისნაირი ადამიანები, თუ მას ადამიანი შეიძლება ერქვას, არ უნდა იყოს ეროვნულ გმირად წარმოჩენილი, ესეთი ადამიანები, ბედუკაძეები, მრავლობითი, რომელ სტრუქტურაშიც არ უნდა იყოს, უნდა ისჯებოდნენ კანონის სრული სიმკაცრით. თორე გამოჩნდება მეორე ბედუკაძე, რომელიც იტყვის, რომ ასევე წამებებს სხვა სტრუქტურაში ატარებდა, ოღონდ ამას აკეთებდა კეთილი მიზნებით, რომ ეს სტრუქტურა ემხილებინა. მესამე გამოჩნდება ასეთი, ამიტომ ასეთ ყალბ იდეალებზე ბჭყალებში დამყრობა არის ცუდის მომასწავებელი და ვფიქრობ, რომ ეს მიდგომები უნდა გადაიხედოს, თუმცა ასევე უნდა თქვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უმცირესობა არა ვართ, ნამდვილად უმცირესობაში უმრავლესობის ბევრი წევრი ფიქრობს, რომ ის რაც გააკეთა გენპროკურორმა, ეს იყო მისი მხრიდან უმსგავსო საქციელი. მე ამის კონსტიტუციურ მხარეზე გესაუბრეთ, ზოგადად არის პროცესები, რომელსაც ჭირდება პასუხისგაცემა, ეს მაგალითად იგივე ის აღმოჩენილი სამალავები, რომელიც იყო, ამას ჭირდება პასუხისგაცემა და უნდა გაირკვეს ეს კადრები ყველამ ვიცით, რომ არსებობდა, ამიტომ ლაპარაკობ, რომ ეს სხვა ბედუკაძე როგორ იქცევა, ეს არის გასარკვევი. ამასთან ერთად ჩვენ ვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის მაგალითად ძნელად წარმოსადგენია 8 თვის განმავლობაში სუბოტექსი ასეთ მდგომარეობაში იქნა შენახული, როგორც იქ აღმოჩნდა, იმიტომ რომ საინტერესოა როდის ჩაიდო ეს თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ეს არის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის გამიზნული იარაღი. თუ ეს არის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის გამიზნული, ესე იგი ეს იყო გარე აგრესიისთვის გამიზნული. თუ ეს იყო გარე აგრესიისთვის, ახლა აქ სუბოტექსის, ჰეროინის და დღიურების შენახვა ცხადია იყო გამორიცხული. ამიტომ ეს პოლიტიკური მიზნით კეთდება, რა არის, აი ამას ჭირდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბედუკაცის მსგავსი ადამიანები, რომლებიც მე არ ვამბობ, ესეთი კასეტები არ არსებობდა, აი ესეთი ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. არ უნდა იყოს მიდგომა, რომ ჯაშუშები დადიოდნენ გარეთ, არ უნდა იყოს მიდგომა, რომ თუ ნაძირალაა და ჩემი ნაძირალაა, მაშინ უნდა იყოს გარეთ
ესეთი მიდგომები არ უნდა არსებობდეს და ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული. იგივე მაგალითად რაფალიანცის საქმე, სადაც მაგალითად ერთმა დღეს უკვე კულტურის მინისტრის მოადგილემ ხელი დაადო დეპუტატს და თქვა, რომ მან მოკლა ეს ადამიანი და ის გამოძიებული არ არის. არის თენგიზ გუნავას საქმე, სადაც გაირკვა, რომ ის ადამიანი არც ნარკოტიკის მოხმარებელია, არც იარაღი არ ქონია და ვერ გაირკვა, ვინ ჩაუდო ეს იარაღი. არის მაგალითად ბარამიძის საქმე, მოსამართლის თანაშემწის, რომელსაც თვითონ გადაუღეს ეს კადრები, ანუ ამ ხელისუფლების ხელში მოხვდა, აშანტაჟებდნენ მას და ეს საქმეც არ არის გამოძიებული და ასეთი საქმეები ბევრი დაგროვდა. ამას სჭირდება პასუხის გაცემა და რაც მთავარია, ერთი მიმართულება, რომელიც პრაქტიკულად მიდის სახელმწიფო ინსტიტუტების შეტევაზე. ეს არის მაგალითად ჯარის საწინააღმდეგო გადაღებული კლიპი, რომელიც ვითომ თალიბანის მიერ იქნა გადაღებული. ეს რომ ნამდვილად ქართული კლიპი, ამას ზეჭვი უკვე აღარავის აღარ ეპარება. ვინც ამ IT ტექნოლოგიებში ერკვევა, მან კარგად იცის, რომ ამის გამოკვლევას ბევრი დრო არ ჭირდებოდა, ეს დრო ჭიანურდება და ეს კიდე დიდ ეჭვს ბადებს, რომ ამით არის ხელისუფლება დაინტერესებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აქამდე იქნებოდა გამოძიებული. მაგრამ ზოგადად თქვენ ხედავთ, რომ ეს ტენდენცია ბიუჯეტში 3 თვის მე სწორედ ამით მინდოდა საუბრის დაწყება, მაგრამ თქვენ შეკითხვებს დაველოდე. ეხლა რეალურად არის პოლიტიკური კრიზისი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო. ბიუჯეტში 3 თვით ადრე ითხოვენ გადარიცხვებს. არის რთული პრობლემა. გარე გეოპოლიტიკაში დღევანდელი ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში. რუსეთის მიმართულებით ეს არის სრული კრახი. ეს მდგომარეობა მათ აიძულებს, რომ დაიწყონ დამნაშავის ძებნა ბრჭყალებში და ეს ვექტორი გადაატარონ ისევ ყოფილ ხელისუფლებაზე. ამიტომ არის აქტუალური ესეთი თემების წამოწევა, გადაიფაროს იგივე ის გადაღებული ვიდეო კასეტა, რომელიც უშუალოდ ჯარის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ასევე სხვა ქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს სასამართლოებში, მაგალითად გუნავას საქმე, რაფალიანცის საქმე, ბარამიძის საქმე და ასე შემდეგ, რომელიც არ არის გამოკვლეული. ეკონომიკაში არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, ამას თან ერთვის კონგრესის რეზოლუცია ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორის და ამდაგვარი რეზოლუცია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ არც ერთი ქვეყნის მიმართ ამერიკას არ მიუღია და ეს ფონი მათ რეალურად კარნახობს, რომ გადაზარდონ ყველაფერი ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში და ამ ფონზე ყველაზე თვალნათლივ გამოჩნდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებს წასვლას. სიტუაცია იმდენად იძაბება, სამოქალაქო დაპირისპირების ფონი იმდენად ძლიერია და ის გამოშვებული ბრჭყალებში პოლიტპატიმრები, ჯაშუშები, რომელიც ეს ერთხელ ჩვენ უკვე პრაქტიკულად გავიარეთ 91-12-ის გადატრიალების შემდეგ, სწორედ ესე იქნებოდა მხედრიონი, რომელიც მე ქუჩაში ხრედდა და ატერორებდა ადამიანებს. აი აქეთკენ მიდის მდგომარეობა და ცხადია, ახლა ამხელა კაპიტალის პატრონი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გაეცალოს ამ სიტუაციას, მას აქვს ესეთი ინტუიცია, გაცდეს ყველაფერს ამას და გადაარჩინოს თავისი ოჯახი, იმიტომ რომ რეალურად ხედავს ეს საით შეიძლება წავიდეს. ამასთან ერთად ხედავს ის მეორე მდგომარეობასაც, რომ მიუხედავად ამ ხელა ზეწოლისა, ნაციონალური მოძრაობა არ იშლება, მეტიც თქვენ ნახეთ სამტრედიაში რა იყო და იმ ადამიანებმა თავისი არჩევანი ერთხელ უკვე გააკეთეს და ბოლომდე დაიცავენ ამ არჩევანს. ამასთან ერთად თქვენ ვერ მეტყვით, რომ რომელიმე გატეხილი სახე მაინც ნახეთ ნაციონალური მოძრაობის, რომელიც ამბოდის სიხდიდა ან ამბობდა, რომ დააშავა, მე არ ვამბობ პოლიტიკურ პასუხისგებლობაზე, მე არ ვამბობ იმაზე, რომ არ ამბობენ, რომ რაღაც ტიპის დანაშაული მოხდა და ეს დასაჯდელი, არა, მე ვლაპარაკობ ზოგადად სახელმწიფოებრივ მიდგომაზე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა მიმართულებით. იგივე საგარეო პოლიტიკის დონეზე მე მეც გეტყვით, ასეთი მიდგომა, რომელიც იყო ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არ ქონია არც ერთ სახელმწიფოს, მათ შორის ისეთ დიდ სახელმწიფოსაც, მაგალითად, როგორიც არის იაპონია. თავის ოკუპირებულ კუნძულებთან დაკავშირებით და კიდე ერთი ფაქტი, რაც ძალიან შემაშფოთებელია და ცუდია, თქვენც ალბათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გექნებათ, ყველაზე ცუდია, რომ ყალიბდება კორუფციული სქემები, მაგალითად მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ცნობების აღებასთან დაკავშირებით. მეტიც, მე ახლა 5-ვე რაიონში ვიყავი შიდა ქართლში
და იქ არის ინფორმაციები, რომ გატაცებები გახშირდა იმიტომ, რომ ხდება გამოსაწყიდის გადაცემა. ანუ ეს უკვე ღებულობს სქემების სახეს. ეს არის ყველაზე ცუდი კრიმინალის და კორუფციის აყვავების შემთხვევაში, რომელიც რეალურად მიმდინარეობს, ამის გამოსწორება საკმაოდ ძვირი დაუჯდება ქართულ სახელმწიფოს. დიახ, ესე იგი პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ასეთი სამალავეები არსებობდა და ამასთან ერთად ის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული, ყველა შემთხვევაში უნდა იქცეოდეს ანალოგიურად. მეცაც გეტყვით, მე როგორც ექიმი, გეტყვით, რომ ასეთ სამალავეებში შეიძლება იყოს მაგალითად ნარკოტიკული ნივთიერება მორფინი, როდესაც ადამიანი ამ დაიჭრება ან რაღაცა, მაგრამ ის არის სპეციალურ წუბიკში შენახული არა ჰეროინი და არა სუბოტექსი, იმიტომ რომ ის უბრალოდ გაფუჭდება ყველაფერს თავიდანვე. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ ეს სუბოტექსი და ეს ვიდეო კასეტები ამ სამალავებში იყო. ამასთან ერთად თქვენ გახსოვთ, რომ ყველაზე მეც ამ სამალავებზე და შეიარაღებულ ფორმირებებზე საუბრობდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მას შემდეგ რაც ის გახდა თავდაცვის მინისტრი, ამაზე საუბარი შეწყვიტა და მას გადაეცა სრული ინფორმაცია ამ დაგვარ სამალავებთან დაკავშირებით. ამიტომ დიახ, ხელისუფლების კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით მე არა ვარ ის კომპეტენტური ადამიანი, რომელმაც შეიძლება კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით გაგცეთ პასუხი. ეს სამალავი შეიქმნა ხელოვნურად თუ დამატებით ჩაიდო იქ რაღაცეები თუ ასე შემდეგ. აი სწორედ ამისთვის გვჭირდება საგამოძიებო კომისია. ცალსახად, იმიტომ რომ სამინისტრომ თავისი ყველა მონაცემი გადასცა ახალ ხელისუფლებას და ეს ასეც უნდა იყოს. ხელისუფლების სწორედ გადაბარება ნიშნავს იმას, რომ ამდაგვარი გადაცემა მოხდა და მეტიც თქვენ გახსოვთ, ეხლა კონკრეტულად ამასთან ალასანიამ განაცხადა, რომ კონკრეტულად ეს სამალავი მათ არ ეკუთვნით. ანუ სხვა, მაგრამ ზოგადად ამ თემებზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო პრესი, უკვე შეიძლება, იმიტომ რომ ეს ღიაა და ძალიან ცუდია სხვათა შორის, ამდაგვარი მიდგომები უნდა არსებობდეს სახელმწიფოში და ეს არ უნდა ხდებოდეს ამის განხილვა პრესის და ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები. კი ბატონო. ახლა რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, გარე გეოპოლიტიკურად არის სრული კრახი, რუსეთთან ურთიერთობას ვერ ალაგებს და ჩემი პოზიცია არ არის საჭირო, თქვენ შეგიძლიათ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ნახოთ და ის გაყვირვებას გამოხატავს რუსეთი რატო იქცევა ასე აგრესიულად. ანუ თვითონაც ეგონა ეტყობა, არ ვიცი ეს რა ქვია, ინფანტილიზმით ჭირდა თუ არ ერკვეოდა გეოპოლიტიკაში თუ სპეციალურად ლაპარაკობს, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადია, რომ ამ მიმართულებით ის სწორნაბიჯებს ვერ დგამს და პირიქით არასწორ ნაბიჯებს დგამს და მე ეს ნაბიჯები ჩამოვთვალე, მაგალითად რკინიგზის გახსნა, კანონი ოკუპაციის შესახებ, ოლიმპიადაზე წასვლა და ასე შემდეგ. აი რომელიც პირიქით საწინააღმდეგო იყო ამ აგრესია გაძლიერდა რუსეთის მხრიდან ეკონომიკაში გეუბნებით, რომ დაიწყო წინასწარი ჩარიცხვები და ეკონომიკური სტაგნაცია, სამუშაო ადგილები ქრება და ეს შეგიძლიათ ყველაფერს თავიდანებოთ თქვენი ახლობლების მეშვეობით იკითხოთ რეალურად რა მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით და ცხადია ეს ინფორმაცია ჩემზე უფრო მეტი აქვს პრემიერ-მინისტრს, ამიტომ ის ცდილობს ამ სიტუაციას გაეცალოს და გადაარჩინოს თავისი კაპიტალი და თავისი ოჯახი. თქვენ კარგად ნახეთ, ის თანხა, რაზეც ის საუბრობდა, რომ ჩადებს 1 მილიარდს სოფლის მეურნეობაში თავისი ბიუჯეტიდან, ან თავისი ჯიბიდან ამდაგვარი რამე არ ხდება, პირიქით მან სახელმწიფოსგან წაიღო 80 მილიონი, რომელიც ჩვენ საგადასახადო ხელისუფლებამ საგადასახადოში გადასახდელად ჩამოაწერა და რეალურად ხვდება, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. მე შემიძლია გაგახსენოთ
ჩვენთან როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი, პირველი შეხვედრა რო ქონდა ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაშინ მე მას დაუსვის შეკითხვა, უთხარი რომ ის თქვენი დაპირებები არ შესრულდება, ეს არის ბლეფი. მეცაც გეტყვით, ამას არ ეყოფა არც საქართველოს ბიუჯეტი და არც ის, რაც თქვენა გაქვთ პირადად, მაგრამ მე მაინტერესებს ამას ეშველება თქვი, მაგრამ მე მაინტერესებს მეორე მიმართულება, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და დღეს რაც ხდება, კითხე აპირებ თუ არა მხარეთცნობას, აპირებ თუ არა ოკუპაციის კანონში ცვლილებას, ეს შეგიძლიათ უბრალოდ ამოიღოთ, ეს ჩანაწერები არსებობს და დღევანდელ დღესთან 8 თვის მერე გაავლოთ პარალელები რეალურად რა ხდება. აი ამაზე ვსაუბრობ და ამის ინტუიცია მას აქვს რეალურად და ხედავს, რომ ეს გადადის სამოქალაქო დაპირისპირებაში, ამ ხელისუფლების მორალური მხარე არის ბედუკაძე და ამ ხელისუფლების მორალური მხარე არის ხაჩალიანი და რა ქვია კიდე ის ადამიანები, რომლებიც გაანთავისუფლეს პოლიტპატიმრის ეგიდით, ანუ აი ამ მორალურ ამინდს ქმნის და ბედუკაძე დღეს გამოდის და ყველას ასწავლის ჭკუას, რომ ის იყო რაღაცა ჩანერგილი 007 აგენტი, რომელიც მუშაობდა 2004 წლიდან, აუპატიურებდა ხალხს, აწამებდა ხალხს და ამას აკეთებდა სპეციალურად, რომ 2012-ისთვის ჩემი ღრმარწმენი დიდი გასამრჯელოს ხარჯად, ფასად გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბედუკაძეს არ აქვს არც სქესი, არც პოლიტიკური ნათესაობა და კავშირები და ასე შემდეგ. ის არის ჩვეულებრივი, დამნაშავე, საკმაოდ დახვეწილი არამზადა, რომელიც უნდა დაისაჯოს და ამდაგვარი ბედუკაძეები ყველანი უნდა იყვნენ ციხეში. ეს არის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს გულისხმობს იმ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის გაქცევა და მე გუშინ ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს არის თქვენ ყველა ფილოლოგები ხართ, ჟურნალისტები, არის ესეთი სულხან-საბას იგავი მაოხრებელი გზირი. აი დაახლოებით ამ პროცესს გავს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ქმედებები. რომელს? დიახ. არა, ნამდვილად არა. ვერ გეტყვით, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის თემა. რატომ გრძელდებოდა ეს? ეს იყო მარტო ერთი ჯგუფი თუ კიდე არსებობდა ჯგუფი? ეს ეხლა პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული და ეს არის ნაწილი იმ ინფორმაციისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქონდა და ეხლა გადაიტანა სამალავებში თუ ასე შემდეგ. აი ერთ კონკრეტულ ფაქტზე აი ცალსახად, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთ გადაცემაში მე მგონი რუსთავიორზე გააკეთა განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ მე არ მინდა თანამშრომლობა დამნაშავეებთან. ესე იგი გულისხმობდა საპარლამენტო კომისიაში შესაძლო შემავალ პირებს და თქვა მე ისინი რითი დამეხმარებიან. ანუ მიდგომა უკვე ჯერ არც გამოძიებაა ჩატარებული და მისი მიდგომა უკვე ცალსახაა. ანუ ეს დაკვეთა უნდა შეასრულოს მისმა ქვეშემრდომებმა და დაკვეთას როგორ ასრულებენ, ეს რეალურად ჩანს გუნავას საქმესთან დაკავშირებით, ეს რეალურად ჩანს ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით და ეს რეალურად ჩანს, როდესაც არ იქნა ამდენი ხნის განმავლობაში გამოძიებული სწორედ ის ვიდეო, რომელზეც იყო გადაღებული ჯარის საწინააღმდეგო ქმედებები და ეს იყო მონათვლული როგორც თალიბანის რეჟიმის მიერ გაკეთებული, თუმცა აი ცალსახადაა ნამდვილად ქართული სულისკვეთებით ჭყალებში არის ეს გაკეთებული, იმიტომ რომ ხა თქვენ წარმოიდგინეთ, ვინც იცნობს თალიბანს და მის რეჟიმს, მისთვის ადამიანის უფლებები და 26 მაისი და 7 ნოემბერი ეს ახლა იმდენად სასაცილოა, რომ თალიბანისთვის აი ეს ყოფილიყო აქტუალური თემა, ღვინო და მართლმადიდებლური სამყარო, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ხა წარმოიდგინეთ, სად დამზადდა მაშინ ეს ყველაფერი? ამბობენ საქართველოში, სად დაიტვირთა საქართველოში. ეს თუ ყველაფერი საქართველოში მოხდა, რამდენი სტუდია აქვს საქართველოში, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი
გააკეთოს. აი არც ერთი ამ სტუდიის ხელმძღვანელი მომუშავე პირები დაკითხული არ არის და დაკითხეს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გააშიარა, რომ ეს შეიძლება იყოს ატვირთული ბერა სტუდიით. ესე იგი, იგივე ბაჩო ახალაია სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში არ მუშაობდა, მე მგონი 2005 თუ 6 წლის შემდეგ. ეს კადრები არის უწყვეტ რეჟიმში გადაღებული მთელი 2000 რაღაც რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია 4-დან 12-მდე. ანუ მას შეხება, როდესაც არ ქონდა, ამ პერიოდშიც არის ეს კადრები გადაღებული. ამიტომ ლაპარაკობ, რომ ეს ადამიანი რაღაც ჯგუფთან ერთად მოქმედებდა ცალსახად ავტონომიურ რეჟიმში. თუ არ მოქმედებდა ავტონომიურ რეჟიმში, ალბათ, რას ვამბობ, თუ ეს ასე არ არის, ასეთ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც არიან უკვე დაკავებულები ამ მიმართულებით ჩვენებას, ხომ უნდა იძლეოდნენ და ხომ უნდა საუბრობდნენ, თუ ამას ვინმე ავალებთ. ხა მეორე მომენტზე გადავიდე. რაც ეხება შსს კადრებს, ხო? შსს კადრებთან დაკავშირებით ყველაზე კარგი გამოსავალი ამის რა იქნება? ამის კარგი გამოსავალი იქნება საპარლამენტო კომისია, ღია სხდომები, მოწვევა იმ ადამიანების, რომლებიც ამაში უშუალოდ ღებულობდნენ მონაწილეობას, ღია ეთერში მათი დაკითხვა და ჩვენება, ეს არის სისტემური, თუ ეს არის კონკრეტული ადამიანების. აი, ამაზე ვსაუბრობ, რატო გაურბის ამას დღევანდელი ხელისუფლება. მაგრამ იქ შეიძლება ალბათ გაირკვეს სხვადასხვა ფაქტები. აი, რას ვამბობთ? აი, უფრო ზემოთ უნდათ აიტანოს საკითხი და დაუშვათ თქვან, რომ ეს არის თვითონ მთელი ნაციონალური მოძრაობის შეკვეთა. და თუ გაირკვა და თვითონაც ამბობდა მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ კადრები არის სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის წევრებს. მაშინ როგორ გავიგოთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თვითონ უკვეთავდა, რომ მის საწინააღმდეგოდ ყოფილიყო კადრები? აი, კონკრეტულად ვილაპარაკოთ ახლა, დაუშვით თეორიულად. არის ჩემზე კადრები და მე შეუკვეთე შსს-ს, რომ ჩემზე გადაეღოთ კადრები? ამიტომ ამას ხო ჭირდება, ამაზე ყველაზე ღია რა არის? ეს ყველაზე ღია არის საგამოძიებო კომისია პარლამენტში, სადაც იქნება როგორც უმცირესობა, ასევე უმრავლესობა, ეს იქნება ღია პროცედურა, ამაში მიიღებს საგამოძიებო სტრუქტურები მონაწილეობას და იქ რეალურად გაირკვევა რა ხდებოდა. ეს იყო იქ ჩადებული, არსებობს ეს კადრები თუ ასე შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში 8 თვის განმავლობაში რატო არ დაისვა ეს საკითხები იგივე განადგურებასთან დაკავშირებით? რატო გადაიდო დღევანდელ დღეს განადგურება? იმიტომ რომ ყველაფერს თავი რო დავანებოთ. ეს ხო სამსჯელო არ არის, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ჩანაწერები უნდა განადგურდეს, იმიტომ რომ ამას ვერც ერთი პროკურატურა და გამოძიება საქმეში ვერ გამოიყენებს. დავანებოთ სხვას, რომელიც შეიძლება რაღაცისთვის იყოს საჭირო, მაგრამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უკანონოდ მოპოვებულის გამოყენებას უბრალოდ სასამართლო არ დაუშვებს, მაგრამ მე კიდე არა, სწორედ ამას ვამბობ, ამ დაგვარი კადრები უნდა იყოს მეთქი შენახული, სადაც არის ნიუტმტკიცება, მაგრამ თუ არის თქვენზე, ჩემზე რაღაცა კადრები, რომელსაც ისედაც ვერ გამოიყენებს სასამართლო ჩვენს მიმართ განხორციელებს პირადი ცხოვრების, ამას რატო არ ანადგურებენ და რატო გადადეს ეს დიდი ხნის განმავლობაში? და ხო არ იქნება კიდე ვიდეო კასეტებით მართვა,
როგორც იყო იგივე ციხის კადრები. დღევანდელ დღეს ეს ხო არ იქნება სექტემბრისთვის კიდე რაღაცა ახალი კადრები მოპოვებული სწორედ იმ მასალიდან, რომელიც არსებობს და ხო არ იქნება, იმიტომ რომ ხო არის პური და სანახაობა. პური არ არის, იქნებ სანახაობის მეშვეობით გვინდა როგორ უნდა დღევანდელ ხელისუფლებას მართოს ეს სახელმწიფო, იმიტომ რომ ყველა ეს პროცესი, რომელიც თქვით, საგარეოში, კონგრესის რეზოლუციები, გარეთ მდგომარეობა, ბიუჯეტის მდგომარეობა, შეუსრულებელი პირობები, რომლის თეორიული შანსიც არ არსებობს. აი, ეს ყველაფერი რო გადაიფაროს, ამისთვის ხო არ გვექნება სერიალი, აი ამ დაგვარი რაღაცეების და ამ ფონზე გამოვა მეორე ბედუკაძე, რომელიც იტყვის, რომ მე ვიყავი ხო შსს-ში და რომ მემხილა ეს მთელი რეჟიმი 2004-დან 2013-მდე ვიღებდი ამ მასალას. მერე გამოვა დაუშვათ ისე ვამბობ ჯარში მესამე ბედუკაძე, რომელიც იტყვის, რომ მაგრამ ეს ბედუკაძეების საქციელი ხო წახალისებულია რეალურად რა. აი მაინტერესებს რა გარიგება დადო გენპროკურორმა ბედუკაძესთან, რომ ის შეიძლება არ დაისაჯოს იმისთვის, რასაც ის აკეთებს. იმიტომ რომ ეს კაცი თვითონ იღებდა და თვითონ აკეთებდა, რაც ფაქტია. აი მისი გამამართლებელი რა შეიძლება იყოს ზოგადად რა. ადამიანი გამოვიდა ყოველგვარი გირაოს და ყოველგვარი სასჯელის გარეშე. ეს ხო ზოგადი ტენდენციაა, ამაზეა საუბარი. აი ეს არის. მაგრამ რა ვამბობ, იცით, მე სისტემურობაზე არ მინდა ლაპარაკი, არც ერთი მიმართულებით და არც მეორე მიმართულებით. აი მაგალითად მე როდესაც თქვი, რომ გამოსასყიდის ფასად იტაცებენ ადამიანებს, ამაში ხდება გამოსასყიდი, მე არ ვფიქრობ, რომ ამაში არის ჩართული რეგიონალური შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ხელს უწყობს გაიტაცონ ადამიანები და მერე მიიღონ გამოსასყიდი აქედან. მაგრამ ეს სისტემა ყალიბდება. ამიტომ ლაპარაკობ, ამას მივაქციო დროზე ყურადღება, თორე მე შემიძლია ვთქვა, რომ ამას ასრულებს ღარიბაშვილი იქ ბიზნესის საწარმოებლად შიდა ქართლში. არ იქნება ეს სწორი. ამისთვის საჭირო არის უფრო მეტი ინფორმაცია და მეტი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. Io fino con